გესმით გოგოებო, დღეს ჩემი ტიმური ხომ არ გინახავთ? არა, არანაირი ტიმური, არანაირი სმაილი, არანაირი რომეო, მხოლოდ ჩემი ზაკატი ვნახე. კნობ, არ მაინტერესებს შენი ზაკატი ახლა. კალათბურთელები ალბათ კალათბურთს თამაშობენ გარეთ. კარგი, გოგოებო, სერიოზულად უნდა დაველაპარაკოთ დღეს ტიმურს. დიანა, რამე მოხდა? რამე არ ვიცი? მოკლედ გოგოებო, დაფიქრდით, გუშინ ტიმური კლუბში წავიდა ჩემ გარეშე და ტელეფონი გამორთო სპეციალურად. ეს როგორ საიდან იცი? ხალხმა გამომიგზავნა ფოტოები და ტიმურმა მითხრა რომ დაღლილი იყო და ჩაეძინა. ეს ნორმალურია? მატყუებს და მე ამას ურთიერთობაში ნამდვილად არ ავიტან. იქნებ დასვენება უნდოდა და მეგობრებთან ერთად იყო. იქნებ ჩვენც წავიდეთ კლუბში. ხო და ვთქვათ რომ დაღლილები ვიყავით და ჩაგვეძინა და ტელეფონები გამორთოთ რომ არ შეგვაწუხონ. დიმა, შენს ყოფილს უყურებ? არა, გვერდზე ვიყურებ. ხო, მას არ შეხედო. ხო, მასთან როგორ უნდა ვიყო, ძალიან ცუდი ხასიათები აქვს. ლორენ, კარგი არ არის რომ თავის ყოფილს განიხილავს. შენ რომ გახდები მისი ყოფილი, შენც ასე განგიხილავს სხვებთან. რა? რაზე ლაპარაკობს საერთოდ? მისი ყოფილი არ გავხდები, დავქორწინდებით. ხო, დიმა? ხო, ეგრეა. დიანაც ასე ფიქრობდა ალბათ. გოგოებო, მგონი ტიმური ის ბიჭი არ არის, ვისთან ერთადაც უნდა ვიყო. არ მომწონს რომ ჩემ გარეშე დადის კლუბებში, არასწორია. ხო, მეც ეგ პრობლემები მქონდა ტიმურთან. გოგოებო, შემთხვევით ხომ არ გაქვთ? არა, ჯული, არ გვაქვს. ჯანდაბა. გამარჯობა ბაჭიებო, თქვენი გამოსაცვლელი ოთახი გომბეშვებს მიეცით? საწავიდე ჯული, რა მნიშვნელობა აქვს? გამარჯობა მასკოტ. გაგიჟდი, რა სისულელეა? ბანის გასახდელი, ისევ ბანის გასახდელია. ბაყაყებს რატომ მივცემდით? არ ვიცი, შეიძლება მიისაკუთრეს, იმიტომ რომ შევხედე და კედელზე მათი პოსტერი იყო გაკრული. მოიცადე მასკოტ, რა პოსტერი? იქ ბანის პოსტერებია. მოიცადე მასკოტ, ანუ რა გააკეთეს ბაყაყებმა? მე ვნახე ის ოთახი, არანაირი პოსტერი არ იყო. არა გოგოებო, ახალ გამოსაცვლელ ოთახში არ ვიძახი, ძველზე ვიძახი. ძველი მათ მიეცით? ვაიმე, ეს ბაყაყები, არა მასკოტ, არა, კრეატიული ოთახი გავაკეთეთ ძველი გასახდელისგან. კარგი, წამოდით შევამოწმოთ. ახლა უნდა ვიჩხუბოთ? ალექსა, არა, უბრალოდ კი მაინტერესებს და ვკითხავ, რატომ დაიკავეს ჩვენი ოთახი კითხვის გარეშე. გოგოებო, მეც გამიკვირდა რომ დავინახებ. ჯანდაბა, დედა წინააღმდეგია. ხო და კიდევ ერთხელ თხოვე. მე რამდენად მესამედ ვკითხე უკვე. უთხარი რომ შენ საუკეთესო მეგობარი ვარ. ჩემ საუკეთესო მეგობარს კი გავხარ. არა უშავს, პომადას წავუცვალ, წარბებს გავიკეთებ, პარიქსას დავიფარებ და გოგოს ვემსგავსებ. დედა ჩემი სულელი არ არის, ეგრევე მიხვდება. კარგი, უბრალოდ უთხარი დედა შენს რომ მეგობართან ერთად იქნები, ეს გამოგვივა. კარგი ტომას, მაგრამ რო რამე ბრალდება იცოდე შენზეა. კარგი, აი ეს შენი ყველაზე გემრიელი რაღაც მომეცი, ბანანის ლატე. ნასტია ძალიან გემრიელია. ხო, დადის ჭორები, რომ ყველაზე გემრიელი ლატეა. ახალი ბანანის რძით. ნასტია, გამარჯობა, ძალიან მომენატრე. ჩემგან შორს დაიჭირე თავი. ნასტია, ეს რას ნიშნავს გაგაბრაზე? არა, მერი, უბრალოდ აღარ ვმეგობრობთ. რას ნიშნავს აღარ ვმეგობრობთ? ყველა თავისთვის. რა? ნუ ჩხუბობთ. მერი, გინდა ლატე ბანანით? არა, არ ჩაერიო, რაღაც მოხდა. ეს რას ნიშნავს? ნასტია, რა პრობლემაა? რა მოხდა? მერი, მინდა რომ მე ბანიში დავბრუნდე. ხომ გესმის? და ლუზერად ვერ ვხედავ საკუთარ თავს. შენ ლუზერი ხარ, ვეღარ ვიქნებით ერთად. მაგარია ნასტია, მე ლუზერი არ ვარ. ბანიდან თუ გამაგდეს, იმას არ ნიშნავს, რომ ლუზერი ვარ. მერი, ჩერლიდერი აღარ ხარ, მთელი სკოლა შენთან აღარ საუბრობს, ისევე როგორც ჩემთან, ამიტომ ლუზერი ხარ. სიგიჟეა. აი ეს გამიკეთე ბანანის რძის ლატე გთხოვ. კარგი. ჯანდაბა, გოგოებო, რა პრობლემები გააქვთ? პრობლემა არის ნასტია, მზად არის, რომ მე გადამაბიჯოს თავის წარმატებისთვის. უი, აი ეს მერის დიდი ლატე გაუკეთე. ეს ბონუსია. მადლობა, ბავშვებო. ოჩახ ბავშვო, ნამდვილი კაცივით მოიქეცი. ხო გეუბნებოდით, მაგარია დასვენება შეყვარებულის გარეშე. ხო, მაგარი იყო, მართა გავერთე, მაგრამ დიანაც მენატრებოდა. არა, საკმარისია, დიანა აღარ გაიხსენა. ხო, კაცი უნდა იყო და კაცივით უნდა მოიქცე. კლუბებში შეყვარებულის გარეშე უნდა იარო. ხო, მეგობრებო, გასაგებია. უბრალოდ დიანას არ ეტყვით, ხო? გვეხუმრები? ჩვენ არასდროს არავის არ ვეტყვით. დიანა ამას ვერასდროს ვერ გაიგებს. ნასტია, შეიძლება შენთან ახლოს დავჯდე? მერი, ლუზერი ხარ, ამიტომ დაიჭირე დისტანცია ჩემგან. აი, იქ დაჯექი გთხოვ. რანაირი ლუზერი ვარ? ლეილა, მიდი. რა იყო, ნუ გრცხვენია. კარგი. გამარჯობა ბიჭებო. წოულება გვაქვს და გვინდა ყველაზე მაგარი ბიჭები დავპატიჟოთ. აბა, მოხვალთ? არა. კი, ტიმური წამოვა. მე და სმენს არ შეგვიძლია წამოსვა, ბევრი საქმე გვაქვს, მაგრამ ტიმური წამოვა. რა? ხო გითხარი, არ დაგავიწყდეს, შენ კაცი ხარ და ვირთხების წოულებაზე უნდა წახვიდე. სმაილ, რომეო და თქვენ თუ პრობლემა გაკვეთილებს ახება გადაგაწერინებთ. თავარია რომ წამოხვიდეთ ამ წოულებაზე. რომეო და სმაილ, მაშინ თქვენც წამოდით წოულებაზე. ვირთხების პრობლემა არ იქნებათ. არა, მე არ მცალია. ძალიან ბევრი სამეცადინო მაქვს. ჩემ გონებას უნდა მივხედო. ბავშვო, შენც რო გაიზრდები, მიხვდები ამ ყველაფერს. მანამდე კიდე წადი და გაერთე.
დიანაზე არის ნერვიულო, არაფერს არ ვიტყვით. ბიჭებო, აბა მოგიხართ? ტიმური წამოვა და ჩვენ არ შეგვიძლია. ვირთხებო. აი, ლატე რომ გავიმეოროთ, ყველაზე დიდი მინდა. ბანი, რა პრობლემა გაქვთ? უბრალოდ ცარიელი ოთახი იყო. სადმე ხომ უნდა წავისვათ ტუჩსაცხი? ხო, ჩვენი ადგილი გვჭირდება. ხედავთ, ბაყაყების პოსტერია, ამიტომ კრეატიული ოთახი არ იქნება. მომისმენთ ბაყაყებო, ამ სკოლაში სანამ რამის გააკეთებთ, მთავარია რომ იკითხოთ ნებართვა, ჩემი ნებართვა. და თქვენ ეს ოთახი დაიკავეთ ნებართვის გარეშე. თან უკვე შეკვეთილი გვაქვს ყველაფერი ამ ოთახისთვის. თქვენ მხოლოდ თქვენი ტუჩსაცხი გადარდებთ. სამწუხაროდ ბანი, ჩვენც უკვე შევუკვეთეთ ყველაფერი ბაყაყების გასახდელისთვის და ყველაზე მაგარი ოთახი იქნება, მწვანე ბაყაყების ოთახი. კარგი, ბაყაყებო, მიუხედავად იმისა, რომ ცუდ ხასიათზე ვარ, იყოს, უფლებას გრთავთ იყოთ ამ ოთახში. თქვენი გასახდელი იყოს ბაყაყებო. მაგრამ მაშინ სხვა ოთახები აღარ დაიკავოთ. ხო, უკვე თქვენ თავებს ზედმეტად ხშირად ვხედავთ. დიანა, ზედმეტად კეთილად ექცევი. ხო, დიანა, მადლობა. როგორი სიკეთის გამომჟღავნება იყო, მაგრამ ისედაც არ წავიდოდით აქედან. ხო, არაფერი გამოგივიდოდა. კარგი ბანი, გადით და შემდეგში დაკაკუნება ისწავლეთ. ბაყაყებო, ცოტა რომ გაკეთილდეთ, არაფერი დაშავდება, იქნებ შეიცვალოთ. კარგი დიანა, წავედით, ტიმურს უნდა შეხვდე, ხომ გახსოვს? ბაყაყებო, მე გაგაფრთხილეთ, სხვა ოთახები არ დაიკავოთ. Yes! გოგოებო, ეს გავაკეთეთ, ჩხუბიც კი არ მოგვიწია ამ ოთახისთვის. ხო, დიანამ თავისით მოგცა. როგორი კეთილია, ხასიათზე არ იყო ვითომ. გოგოებო, რბილის სკამები შევუკვეთე, სარკე, ყვავილები და ყველაფერი ჩვენი ოთახისთვის. ასევე მწვანე ხალიჩა გვჭირდება და ბაყაყების ეს უნდა ეხატოს. რა? დეკორი. გოგოებო, ახლა ჩვენი ნივთები უნდა შემოვიტანოთ აქ და გამოვიცვლით ხოლმე, როცა მოგვინდება ყველასგან შორს, წარმოიდგინეთ. ხო, ყველაფერი გვაქვს როგორც ბანის. გოგოებო, შოკში ვარ, ტიმურმა ტელეფონი კიდევ გამორთო. ისევ კლუბში მიდის? არა უშავს დიანა, ახლა გაკვეთილი იქნება და შეგიძლია კითხო. გაკვეთილზე რა უნდა ვკითხო, კნოპა? გაკვეთილზე გაკვეთილია. ტელეფონი თუ გამორთო, ესე იგი სხვა შეყვარებული ყავს. ყველაფერი შესაძლებელია. ალბათ იმიტომ აკეთებს, რომ იმ შეყვარებულმა არ დაურეკოს, როცა შენთან ერთად არის. გოგოებო, შოკში ვარ, ერთი თუ ერთად ერთად ვართ. დიანა, მორჩა აღარ იდარდო, ყველაფერი კარგად იქნება. ალექსის შაბათ-კვირას რას აკეთებ? შაბათ-კვირას გოგოებთან ერთად აუზზე მივდივარ, ხო გოგოებო? ხო, მაგრამ ალექსა, თუ მასკოტთან ერთად გირჩევნია პაემანზე წასვლა, წადი, არ გვექნება პრობლემა. ალექსო? მირჩევნია გოგოებთან ერთად წავიდე აუზზე. კარგი ალექსა, მაგრამ როდის იქნები მზად რომ პაემანზე წავიდეთ? გოგოებო, არ ვიცი თავი როგორ გავიმხიარულო. არა უშავს დიანა, ახლა ზიპი დაბრუნდება სკოლაში. და მერე რა, კნოპა, სმაილიდან ტიმურთან გავიქცევი, ტიმურიდან ზიპთან, ასე არ მინდა. ერთი ჩვეულებრივი შეყვარებული მინდა. არ შეიძლება? გოგოებო, კარგი, მე გნახავთ. გვაქვს დღეს ვარჯიში. კი, მასკოტი. კარგი გოგოებო, შეხვედრამდე. ალექსო, შენ უკვე მიენატრევი. ალექსა, მასკოტს ძალიან შეუყვარდი და შენ რატომღაც არა. გოგოებო, ასე ადულად ხომ არ მივცე უმფლებას. ცოტა ხანი იწვალოს. ალექსა, მთავარია რომ მასკოტს არ მობეზრდეს ეს ყველაფერი, თორემ შეიძლება სხვა შეუყვარდეს. მასკოტი კარგი ბიჭია, ფრთხილად იყავი, თორემ დაკარგავ. საკად იქნებ საკმარისია, დავიხალე ამ ვურთისჯერით. უბრალოდ მინდა წარმოვიდგინო მე და ზები ყველას როგორ ვურტყავთ. ბიჭებო, ჩუმად იყავით, ეს წერ. სალინა, ხო ხედავ, ყველა ჩვენ საქმეს ვაკეთებთ. ცოტა მაღლააცი. ხო, შენ ნამდვილი ბოქსიორი ხარ, მაგრამ ხელთათმანე მიგაბილია. არა უშავს, ახლა მაინც მხოლოდ ვარჯიშობ. იცი რა, კოსტია, ძალიან მიყვარხარ, იმიტომ რომ არ ტრაბახობ და ზაკატი მხოლოდ ტრაბახობს. ხო, მაგარი გამოღიზიანებელია. გამარჯობა მეგობრებო. გამარჯობა ხალხო, მე ზაკი ვარ და პირველად გავედი ლაივში. გოგოებო, აბა რას ფიქრობთ ჩემზე? სალინა, საქს აიფონი როდიდან აქვს? არ ვიცი, მე მისთვის არ მიყიდია ჩაკბეჭილი ვაშლიან ტელეფონი. მოიცა, საკმა ჩაკბეჭილი ვაშლის ტელეფონი როგორ იშოვა? ეს ჩემი ოცნება იყო. როდის იყიდა? წარმოდგენა არ მაქვს. გოგოებო, გამარჯობა, მე ზაკატი ვარ და ზაკზე ბევრად უკეთესი ვარ. გოგოებო, 2 წამი დამელოდეთ, ზაკატ ხელი აღარ შემიშალა. გოგოებო, რას ფიქრობთ, მოგეწონეთ? ვა, ხორი კლოუნი. ზაკატი არის კლოუნი, ზაკი კარგი ბიჭია. ზაკ, სხვათა შორის, საიდან გაქვს ეს ტელეფონი? გოგოებო, ზაკატი გატყუებთ, არ დაუჯეროთ, აიფონი არ აქვს. აიფონი მხოლოდ მე მაქვს, მე ვარ მაგარი. სალინა, მე გეტყვი. არა გოგოებო, პირიქით, მას არ დაუჯეროთ, მე ვარ მაგარი ტიპი, ზაკატი. არ ვიცი საკმა ეს ტელეფონი საიდან იშოვა, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ მეც ეგეთი მჭირდება. ამ სკოლაში ყველა გოგოს უნდა მოვაწონო თავი. ხო, რამდენი ხანია მაგას იცახი და ერთსაც ვერ მოვაწონე. ნახავ კოსტა, ასე იქნება. გოგოებო, გამარჯობა. მე ზომბი ვარ და ყველაზე მაგარი ზომბი ვარ.
როცა გავიზრდები მინდა რომ ქირურგი გავხდე და გავიგო სად მდებარეობს ხარბის გული. ჩემი ყველაზე პატარა ძმა, ზუპ მიყვარხარ. არ ვიცი ზარლინა, ზურში ჭკვიანს ვერაფერს ვერ ხედავ. ხარბის გულის გაგებას რა უნდა? გოგოებო, აბა კარგად შეხვედრამდე. როცა მარტო ვიქნები ოთახში, მე თავიდან ჩავრთავ. მეგობრებო, რა დაგემართათ? ესენი ჩემი გოგოები იყვნენ. გვეხუმრები? 1000 კაცი მაინც გიყურებდა, ყველა შენი როგორ იყო? კარგი ზაკ, ასე გებია, უბრალოდ შურიანი ხარ, იმიტომ სულ ჩემზე ლაპარაკობდი. დოქტორო ზაკ, უმაგრესი ხართ. კარგი ზაკ, ესე იგი 1000 გოგო გიყურებს და გინდა რომ ყველასთან იყო? არა, მე მხოლოდ იმას ველოდები, რომ ჩერლიდერები ჩემ ლაივში შემოვიდნენ. მორჩა ბიჭებო, ლაივი მორჩა და გაკვეთილი დაიწყო. ესე არც ისე კარგი გამოვიდა. ზაკ, ასეთი ტელეფონი სადუშოა, მეც მინდა. არა, ეს საიდუმლოა. კარგი, შენგან მაინც მოყიდინე. არა, მე თვითონ მჭირდება. რამდენსაც გინდა იმდეს მოგცემ. ზაკად, მართლა გონია რომ ჩემ ტელეფონს მოკრიდი? არა, დღეს ლაივში კიდევ 1000 გოგო მეულდება. და უბრალოდ შენ ოთახში რომ შემოვიდე და ლაივში ერთად გავიდეთ. შენ ხო კნობა გყავს. ხო, ვიცი, უბრალოდ ლაივში მინდა ყოფნა, არასდროს არ ყოფილვარ. მეგობრებო, გაკვეთილი დაიწყო. მეგობრებო, დღევანდელი გაკვეთილის დავალება თქვენი ხვალინდელი დღის დახატვა. ჩემი ხვალინდელი დღე საშინელება, ასე უნდა დავხატო? მგონი კი ალექსა, დახატე. მეგობრებო, ეცადეთ რომ კარგად დახატოთ, რომ თქვენი ნახატიდან გასაგები იყოს თქვენი ხვალინდელი დღე როგორ გამოიყურება. ტიმურ, ხო. გუშინ სად იყავი და მთელი დღე რატომ მქონდა გამორთული ტელეფონი? არა, ახლა გაკვეთილია და გაკვეთილზე სიჩუმე უნდა იყოს. ხო, არა, კარგი. მასწავლებელმა მაიკ, მე და ლორენი ხვალ პაემაზე მივდივართ და რა უნდა დავხატო? ჩვენი პაემანი ეგ ხო პირადულია. ტიმო, უბრალოდ შენი ხვალინდელი დღე უნდა დახატო და რის გაკეთებას აპირებ. დეტალები არ არის საჭირო, როგორც გინდა ისე დახატე. კარგი, გასაგებია, კოცნების გარეშე დავხატო. სტელა, რა? არ ვიცი რა დავხატო. ხო, რის გაკეთებას აპირებ? ჩვენი ოთახის მორთვას. ხო და ეგ დახატე, მეც მაგას დავხატავ. გოგოებო, მე რა დავხატო? ხოლ ეპილაციაზე მივდივარ. ხო და ეგ დახატე მაშინ, რა არის ასეთი გაუგებარი? ხო, მშვენიერი, მადლობა ლეილა. არაფრის. აბა წაიგითხე? ხო. ერთი წამი. მე ძალიან დავიხარე და მე ჩამეძინა. მეგობრებო, ყველაფერი დახატეთ. ყველაფერის გაგებას ნახატიდან შეგვიძლია. დიანა, როგორია? არაფერი განსაკუთრებული მასწავლებელმა იქ ტიმურმა მომწერა და ვიღალე ჩამეძინა. ტიმურ, შენი არ მჯერა. არა, მეგობრებო, პირადი ურთიერთობები არ გინდათ. ახლა მხოლოდ ნახატებს ხატავთ. რა თქმა უნდა, მასწავლებელმა იქ გავიგე. ტიმურ, შენი არ მჯერა, რაღაცას მიმალავ. დიანა, ახლა გაკვეთილზე ვართ. ვხატავთ რაღაცას. პირადი ურთიერთობები გარეთ. კარგი ლეილა, გავიგე, რატომ ყვირი მთელი კლასის გასაგონად? გამარჯობა მასწავლებელმა იქ, შეიძლება ერთი წუთით დიანა გამოვიდეს? დიანა, გთხოვ, ძალიან მნიშვნელოვანია. მერი, გამარჯობა. მერი, ახლა გაკვეთილი გვაქვს და სამწუხაროდ ვერ დაგელაპარაკები. დიანა, გთხოვ, ძალიან მნიშვნელოვანია, მართლა. მასწავლებელმა იქ. კარგი დიანა, ერთი წუთი გაქვს. კარგით. დახატეთ. ხო, მერი, ყურადღებით გისმენ, აბა რა მოხდა? დიანა, ვიცი რომ ძალიან ცუდად მოვიქეცით, მაგრამ ყველაფერი ნასტიას ბრალია. დავამთავრეთ მეგობრობა, საერთოდ აღარ მეგობრობთ, მე ვუთხარი, ნასტია უნდა შევწყვიტოთ საუბარი. დიანა, გთხოვ, გუნდში დამაბრუნე. მერი, რა სისულელეა? შენ და ნასტია ერთად იყავით, დაგუცინოდით, ჭორაობდით ჩვენზე და ახლა გუნდში გინდა დაბრუნება? დიანა, ეს ყველაფერი ნასტიას ბრალია. საერთოდ არ ვიცოდი რომ ასეთი მეგობარი იყო. აღარ მივალ მასთან საერთოდ. მერი, გულწრფელად რომ გითხრა, საერთოდ არ ვიცი რა გითხრა. დიანა, ისეთი ლამაზი ხარ, ძალიან კარგი კაპიტანი. ყოველთვის მინდოდა შენთან უფრო ახლოს ყოფილიყავი, ერთად გაგვესე ერთნა ბიჭებზე გვესაუბრა შოპინგი. შენი საუკეთესო მეგობარი მინდოდა ყოფილიყავი, მაგრამ ეს ნასტია ყოველთვის ყველაფერს აფუჭებდა. კარგი, მერი, გავიგე, მაგრამ ახლა გაკვეთილი მაქვს და უნდა წავიდე. დრო მომეცი რომ ვიფიქრო, კარგი? ხო, დიანა, უბრალოდ კარგად იფიქრე. მერი, რები, ლაპარაკე, რა სისულელე. იმედი მაქვს დიანა დამაბრუნებს გუნდში. ყველა თავისთვის, ხო, ნასტია? კარგი. კარგი, სანამ მასწავლებელი გასულია, მინდა გამოვაცხადო, რომ მეორე სართულზე გასახდელი ახლა ბაყაყების არის, ოფიციალურად. კარგი, ბლონდი, გავიგეთ, აღარ არის საჭირო ამდენჯერ გამეორება. ყველა მინდა იცოდეს. მისმინ ესმაილ, შენ გეცოდინება, სად იყო ტიმური? ხო, ვიცი, მაგრამ არ გეტყვი. მოდი, ჩემს ძმას თავი დაანებრეთ. ის უკვე ბავშვი აღარ არის, იზრდება და თავისის დასრული ცხოვრება აქვს. ხო, ტიმურს უბრალოდ ეძინა, ტელეფონი გადიშა და დაიძინა, რა პრობლემაა?
მის მინესმელ ტიმურს ცუდ მაგალითს ნუაჩვენებ, შენაირად იქცევა ახლა ისიც. ტელეფონი გამორთო, არ მჯერა შენი და ეძინა, ხო? კარგი, ურთიერთობებზე საუბარი ზედმეტია. ახლა ვინ დაწერეთ დავალება მითხარით, იმიტომ რომ მე ფულს ვაგროვებდი ცხოველებისთვის და დრო არ მქონდა. Яна, გაჩერდი, ვიცით რომ კლუბში იყავი. ჯული, ამას არ გაპატიებ არასდროს. კარგით რა, გუშინ ყველა კლუბში იყო, ბანი ჩერლიდერების გარდა. კარინა. და მე არ ყოფილვარ კლუბში? არც მე. ხო, კალათბურთელები კლუბში არ ყოფილვართ, მაგრამ ტიმური იყო. ხო, ეგრეც ვიცოდი, კარგი დიანას არ ვეტყვი, მაგრამ დიანა ტიმურს დაშორდება. და მე დამიბრუნდება. ხო, არ არსებობს. კნოპა შეიძლება 2 წუთი დაგელაპარაკო, სანამ მასწავლებელი არ არის? ნასია, შენი კლასი სხვა მხარეს არის მგონი. ლუზერებო, თქვენთვის არ მიკითხავს. ლუზერისგან მესმის, მე სახელი მაქვს. კნოპა, შეიძლება დაგელაპარაკო თუ არა 1 წუთით, მნიშვნელოვანია. კარგი, გამოვალ. ვა, კნოპა ლუზერს ელაპარაკება? ნასია, უბრალოდ ჩქარაკ თხოვ, არ მინდა მასწავლებელმა დერეფანში დამიჭიროს. კარგი, კნოპა, ესეთი ამბავი აქ თხოვ, შეგიძლია უბრალოდ დიანას დაელაპარაკო? მინდა რომ დაუბრუნდე ბანის. ნახეთ, მერისთან მეგობრობაც კი შევწყვიტე და სხვათა შორის მან მითხრა რომ თქვენზე ცუდად მესაუბრა, მე ყოველთვის თქვენ მხარეს ვიყავი. და შენ რატომ არ ეუბნები დიანას? დიანა არის კაპიტანი. კნოპა, შენ მისი საუკეთესო მეგობარი ხარ, მხოლოდ შენ შეგიძლია აზრი შეაცვლევინო, თან დიანა საუკეთესო კაპიტანია. მოიცადე, მე ჩვენება თუ ახლა სპეციალურად ამბობ მაგას. არა, კნოპა, არა, მართლა, უბრალოდ გთხოვ, დიანას დაელაპარაკე, კარგი? ძალიან მენატრება ვარჯიშები და შენ და მოიცადე, მერი არ არის ჩერლიდერობის ღირსი. კარგი, ნასია, გავიგე, დაველაპარაკები დიანას. ნასია, ყოჩაღ, შენ დაბრუნდები გუნდში აუცილებლად. ყველა ადამიანი თავისთვის. ვიჯებო. კნოპა, ისეთი რაღაც უნდა გითხრა. დიანა, მეც. გოგოებო, წავიდეთ და ვარჯიშზე ვისაუბროთ. მოკლედ, გეუბნებით, მერიმ დამიძახა შუა გაკვეთილზე და იმდენად მაქოდა მადი და ანარა, არ ვიცი. მოკლედ, მითხრა რომ ყველაფერი ნასტიას ბრალი იყო და ნასტიამ დააძალა რომ ასე ელაპარაკა ჩვენზე და მოკლედ რა მისი ბრალი არ ყარაფერი და დაბრუნება უნდა. მოიცადე, ნასტიამ მე დამიძახა შუა გაკვეთილზე და იგივე ამბავი მითხრა. ანუ ორივემ გაქოთ. მოიცადე, ნასტიამ შენ რატომ დაგიძახა? მე ვარ გუნდის კაპიტანი. ამბობს რომ შენი საუკეთესო მეგობარი ვარ და შემიძლია აზრი შეგასვლევინო. მაგარია და ვის დავუჯეროთ? ორივე იტყუება და სპეციალურად გაქებდნენ. შოკში ვარ, ახლა რა უნდა ვქნათ? არ ვიცი, გოგოებო, დრო მჭირდება რომ ვიფიქრო. გოგოებო, მოდით ვივარჯიშოთ, მალე მინდა სახლში წასვლა. ხო, გოგოებო, მოდით ვივარჯიშოთ. გამარჯვებიდან დავიწყოთ. 1, 2, 3. G A M A R J V E B A გამარჯვება, ბანი მაგარია. პატარავ, სად მიდიხარ? მე მინდა რომ სპორტ დარბაზში შევიდე, იმიტომ რომ მალე ბანის გუნდში დავბრუნდები. ხო? და მე მგონია რომ მე დავბრუნდები. არა, მე დავბრუნდები. მაგასაც ვნახავთ. ბანი საუკეთესოა. გოგოებო, გამარჯობა, შეიძლება ვარჯიშზე დავბრუნდე? არა, გოგოებო, მე უნდა დავბრუნდე ვარჯიშზე, მზად ვარ, ენერგიით სავსე, მართლა. წადი. არა, შენ წადი. გოგოებო, გაჩერდით, ეს სპორტ დარბაზია და არა საჭიდაო რინგი. მერი და ნასტია დაწყნარდით, ჩერლიდერები ასე არ იქცევიან. დიანა, ხომ გახსოვს ჩვენი საუბარი, ყველაფერი რაც გითხარი სიმართლე იყო. კნოპა, დიანას უთხარი, თვალები გაუხილე მერიზე. მერი, ნასტია, საკმარისია. ვიცი რომ ორივეს გინდათ დაბრუნება გუნდში, მაგრამ გუნდურად არ იქცევით. ხო, ეს რა საქციელია? ნასტია, შენ მერის უღალატე და მერი, შენ ნასტიას უღალატე. ჯერ თქვენი ურთიერთობა გაარკვიეთ. ხო, და ამის შემდეგ შეიძლება გაპატიოთ. მაგრამ ალბათ არავინ გაპატიებთ, ხო მასკოტ? აქ ერთი ჩერლიდერის ადგილია. კარგი დიანა, ყველაფერი გავიგე, შევიცვლები. კარგი გოგოებო, ყველაფერი გავიგე, შევიცვლები. უნდა დამაკოპირო აუცილებლად? რა დაკოპირება, ნასტია? რა მერი, ეს ადგილი ჩემია. არა, ეს თავისუფალი ადგილი ჩემია. დიანა, საუკეთესო კაპიტანი ხარ. დიანა, საუკეთესო კაპიტანი ხარ. მე ვიქნები აქ. არა, გოგოებო, გავიგე, რომ ძალიან გინდათ დაბრუნება გუნდში, მაგრამ ჯერ თქვენი ურთიერთობა უნდა გაარკვიოთ და ახლა ვარჯიში გვაქვს. ნახვამდის. მაგრამ ალბათ არ დაბრუნდებით გუნდში.
ალექსა, მე ვარ გუნდის კაპიტანი და მე გადავწყვეტ. დავიწყოთ. G A M A R J V E B A გამარჯვება. ბავშვებო, დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დააჭირეთ ზარს. კარგი, ახლა უნდა წავიდეთ და გადავწყვიტოთ. კარგად.